რატომ დაიწყო ვიეტნამის ომი? რა მოხდა? რატომ დაესხა მათ თავს ამერიკა? რა იყო ამის მიზეზი? სინამდვილეში სანამ ამერიკელი ჯარისკაცები მასობრივად შევიდოდნენ ვიეტნამში, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ეხმარებოდა და ერეოდა ამ კონფლიქტში. სინამდვილეში ეს ყველაფერი დიდი შეჭრით არ დაწყებულა. ყველაფერი დაიწყო ფულით, იარაღით, სამხედრო მრჩევლებით და ვაშინგტონის შიშით, რომ კომუნიზმი შეიძლება მთლიანად გავრცელებულიყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. რომ გავიგოთ, რატო აღმოჩნდა ამერიკა ვიეტნამში, ჯერნა დავბრუნდეთ იმ დროში, როცა ვიეტნამელების მთავარი მტერი ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატები კი არა, არამედ საფრანგეთი იყო. ვიეტნამი დიდი ხნის განმავლობაში ფრანგული კოლონიური იმპერიის ნაწილი იყო. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უფრო მეტი ვიეტნამელი ისწრაფოდა, რომ მათი პროხანა დამოუკიდებელი გამხდარიყო. ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო ჰო ჩი მინჰი, ვიეტნამელი ნაციონალისტი და კომუნისტი, რომელიც ვიეტ მინს ხანდღანელობდა. ვიეტ მინჰი იყო მთავარი ძალა, რომელიც საფრანგეთს პირველი ინდოჩინეთის ომში ებრძოდა. 1954 წლისთვის. საფრანგეთი დიდად დამარცხდა დიენ ბიენ ფუშ. ამის გამო მათ გაუჭირდათ ვიეტნამში ომის გაგრძელება. ჟენევაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რათა განეხილათ, როგორ დასრულებულიყო ბრძოლა. შეთანხმდნენ, რომ დროებით გაეყოთ ვიეტნამი ორ ნაწილად. ჩრდილოეთში იყო ჰო ჩი მინჰის მთავრობა, ხოლო სამხრეთში ბაო დაის მთავრობა. მნიშვნელოვანია სიტყვა დროებით, რადგან ჟენევის შეთანხმების მიზანი არ იყო ორი მუდმივი ქვეყნის შექმნა. დაგეგმილი იყო საერთო ეროვნული არჩევნები 1956 წლის ივლისში, რომელიც ვიეტნამის ხელახლა გაერთიანებას უნდა გამხდარიყო საფუძველი. შეერთებულმა შტატებმა არ მოაწერა ხელი საბოლოო დეკლარაციას, მაგრამ განაცხადა, რომ არ ჩაერევა შეთანხმებაში ძალის გამოყენებით. ვაშინგტონისთვის იყო უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე უბრალოდ ვიეტნამის გაყოფა, რადგან მაშინ ცივი ომის პიკი იყო. სოფლიოში ორი დიდი პოლიტიკური სისტემა ებრძოდა ერთმანეთს. ერთ მხარეს იყო შეერთებული შტატები და მისი ანტიკომუნისტური მოკავშირეები, ხოლო მეორე მხარეს საბჭოთა კავშირი, ჩინეთი და სხვა კომუნისტური სახელმწიფოები. ამერიკისთვის ჰო ჩი მინჰი ვიეტნამის ლიდერი კი არ იყო მხოლოდ. მას ასევე აღიქონდნენ როგორც აზიაში მზარდი კომუნიზმის ნაწილს. ეს კი ამერიკას არ მოსწონდა. აქ მნიშვნელოვანი გახდა ეგრეთ წოდებული დომინოს თეორია. იდეა მარტივია. თუ ერთი ქვეყანა კომუნისტური გახდება, შეიძლება მეზობელი ქვეყნებისთვისაც უფრო მარტივი იყოს ამის მიბაძვა. ამერიკის პრეზიდენტ უაიტ აიზენჰაუერისთვის თუ სამხრეთ ვიეტნამი კომუნიზმს დაეცემა, შეიძლება ლაოსი კამბოჯაც მიხვეს. ტაილანდი და სხვა ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ამიტომ ამერიკამ კიდევ უფრო მეტად დაუჭირა მხარი სამხრეთ ვიეტნამს. სიმართლე რომ თქვათ, ამერიკა უკვე ეხმარებოდა საფრანგეთს ბრძოლაში, მანამდე სანამ პირველი ინდოჩინეთის ომი დასრულდებოდა. ამერიკამ საფრანგეთს დიდი რაოდენობით ფული და სამხედრო დახმარება გაუწია. მაგრამ აიზენჰაუერს არ სურდა, რომ ბევრი ამერიკელი ჯარისკაცი პირდაპირ გაეგზავნა დიენ ბიენ ფუში. ეს არის ადგილი ჩრდილოეთ ვიეტნამში, სადაც საფრანგეთმა დიდი მარცხი განიცადა ვიეტ მინთა ბრძოლაში. და შედეგი, საფრანგეთი წავიდა. და მას შემდეგ, რაც საფრანგეთი წავიდა, შეერთებული შტატების მოქმედების სტილი შეიცვალა. ევროპული კოლონიური ძალის მხარდაჭერის ნაცვლად დაიწყო ვაშინგტონმა დაიწყო პირდაპირი მხარდაჭერა ანტიკომუნისტური მთავრობისთვის სამხრეთ ვიეტნამში. ერთ-ერთი ადამიანი, რომის მხარდაჭერაც მათ გადაწყვიტეს, იყო ნგო დინ დიემი. დიემი იყო ვიეტნამელი ნაციონალისტი, კათოლიკე და კომუნიზმის ძლიერი მოწინააღმდეგე. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი იყო ბაო დაის მმართველობის ქვეშ. ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო უფრო მტკიცე მთავრობის შექმნა სამხრეთში, რომელიც გაუმკლავდებოდა ჰო ჩი მინჰის გავლენას. თუმცა თავიდანვე უკვე დიდი პრობლემა არსებობდა. სამხრეთ ვიეტნამი არასტაბილური იყო. არსებობდა ერთმანეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფები, რელიგიური ორგანიზაციები, შეიარაღებული ჯგუფები და ადგილობრივი ლიდერები. ცენტრალური მთავრობის კონტროლი ბევრ რეგიონზე სუსტი იყო. ამიტომ, როცა ამერიკის მხარდაჭერა დიემის მიმართ იზრდებოდა, ვაშინგტონის პასუხისგებლობაც იზრდებოდა მისი მთავრობის გადარჩენაზე. 1955 წლის ოქტომბერში ჩატარდა არჩევნები, დარჩებოდა თუ არა ბაო დაი სამხრეთ ვიეტნამის ლიდერად, თუ დიემი ჩაანაცვლებდა მას. ოფიციალურად დიემმა ხმების თითქმის 98% მოიპოვა, თუმცა მაშინდელი ამერიკული დიპლომატიური ანგარიშებიც კი აღნიშნავდა, რომ კამპანია ერთმხრივი იყო და ოპოზიციას თავისუფლად კამპანიის ჩატარების საშუალება არ ჰქონდა. არჩევნების შემდეგ დიემმა დაარსა ვიეტნამის რესპუბლიკა და გახდა სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტი. აქედან ამერიკის დახმარება კიდევ უფრო გაიზარდა. შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა მრჩევლები და გამოყო დიდი თანხები სამხრეთ ვიეტნამის სამხედრო ძალების შექმნისა და წუხთმისთვის. მთავარი მიზანი იყო, რომ სამხრეთ ვიეტნამს ჰქონოდა საკუთარი ძალა, რომელსაც ქვეყნის დაცვა კომუნისტური საფრთხის წინააღმდეგ შეეძლებოდა. ამერიკული მრჩევლების ძალისხმევა დაიწყო ჯერ კიდევ 1950-იანი წლების დასაწყისში და დაფართოვდა საფრანგეთის წასვლის შემდეგ. სამხედრო დახმარების მრჩეველთა ჯგუფის, ანუ MAAG-ის ფარგლებში, ამერიკელები ეხმარებოდნენ სამხრეთ ვიეტნამის შეიარაღებულ ძალებს წვრთნაში, ორგანიზაციაში და აღჭურვილობაში. თუ
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ვიეტნამის სამხედრო ძალები ძლიერდებოდა, დიემის მთავრობის წინააღმდეგ მღელვარებაც იზრდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, თუ როგორ აკონტროლებდა სოფლად არსებულ რაიონებს. ბევრი ტრადიციული სოფლის ლიდერი შეცვალეს იმ ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც უფრო პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული სამხრეთ ვიეტნამის ცენტრალურ მთავრობასთან. ასევე დააკავეს კომუნისტების მხარდამჭერები, მაგრამ რეპრესიების მსხვერპლი მხოლოდ კომუნისტები არ ყოფილან. იყვნენ პოლიტიკური ოპონენტები, აქტივისტები და მთავრობის სხვა კრიტიკოსები, რომლებმაც ასევე განიცადეს ზეწოლა ან დაპატიმრება. შედეგად, თუ კომუნისტი ხარ, მაშინ ეჭვმიტანილიც ხარ, ამის გამო იყვნენ ჩვეულებრივი ვიეტნამელები, რომლებიც ადრე კომუნისტები არ იყვნენ. მაგრამ დაკარდეს ნდობა მთავრობის მიმართ. ეს დიდი პრობლემაა, რადგან ხალხის მხარდაჭერა პროვინციებში ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად არჩევნებიც არ ჩატარდა. როცა ეს მოხდა, რომ დიემის მთავრობა იყო ის, ვინც აწარმოებდა მოლაპარაკებებს არჩევნებს. რადგან ისინი ამტკიცებდნენ, რომ კომუნისტების მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთში არ იქნებოდა ნამდვილი თავისუფალი არჩევნები. ვაშინგტონმა მხარი დაუჭირა ამ პოზიციას, ასევე აშკარა იყო იმდროინდელ ამერიკულ შიდა დისკუსიებში, რომ დიდი შანსი იყო კომუნისტურ მხარეს მოეგო ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებში. ჩრდილოეთშიც, არც ჩრდილოეთში იყო მშვიდი სიტუაცია. კომუნისტური მთავრობის ჰო ჩი მინჰის ხელმძღვანელობით ჩატარდა მასშტაბური მიწის რეფორმა. მისი მიზანი იყო, რომ მიწა წაერთმიათ დიდ მიწათმფლობელებს და გაენაწილებინათ ხარი ბლეხებზე. თუმცა მისი განხორციელება ძალადობრივი იყო. ბევრი ადამიანი დასაჯეს და მოკლეს და მოგვიანებით ჩრდილოეთ ვიეტნამის მთავრობამაც აღიარა, რომ ბევრი შეცდომა და ბოროტად გამოყენების შემთხვევა მოხდა. ამასობაში სამხრეთ ვიეტნამში კვლავ დარჩა კომუნისტური ჯგუფები. მას შემდეგ რაც ანა გაიო. მომდევნო წლებში კომუნისტური ლიდერები განიხილავდნენ, როდის დაიწყებდნენ ხელახლა შეიარაღებულ ბრძოლას სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის წინააღმდეგ. როდესაც დიემის მთავრობა უფრო მკაცრი გახდა და ვიეტნამის გაერთიანების გეგმა ვერ ჩრდილოეთ ვიეტნამმა უფრო მეტად დაუჭირა მხარი შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც სამხრეთ ვიეტნამს ებრძოდნენ. დაიწყო ლაოსში და მოგვიანებით კამბოჯაში მარშრუტების ქსელის გაფართოება. ეს მარშრუტები გამოიყენებოდა ადამიანების იარაღისა და მარაგების სამხრეთისკენ გადასატანად. ეს სისტემა მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც ჰო ჩი მინჰის ბილიკი. 1959 წლის შემდეგ დაგრძელდა კომუნისტი პერსონალის შეღწევა სამხრეთ ვიეტნამში. ხოლო 1960 წლის ბოლოს შეიქმნა სამხრეთ ვიეტნამის ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტი, ანუ NLF. ეს იყო პოლიტიკური ფრონტი, რომლის მიზანიც იყო სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის წინააღმდეგი სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანება. ჯგუფში იყვნენ როგორც კომუნისტები, ასევე არაკომუნისტები, თუმცა ყველაზე დიდი კონტროლი მასზე კომუნისტ ლიდერებს ჰქონდათ. სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი შეიარაღებული ძალები უფრო მეტად ცნობილი იყვნენ როგორც ვიეტკონგი. დიდი უპირატესობა ჰქონდათ ამბოხებულებს პროვინციებში, რადგან ბევრი მათგანი იქაურია. მათ კარგად იცოდნენ გზები, მინდვრები, მდინარეები და იქ მცხოვრები ხალხი. ამასობაში სამხრეთ ვიეტნამის სამხედროები ამერიკის მიერ გაწვრთნილნი და თანამედროვე ოვე იარაღით აქტურულნი იყვნენ. მაგრამ მათი მტერი ყოველთვის არ იბრძოდა ისე, როგორც ჩვეულებრივი არმია. მათი მოწინააღმდეგე აღმდეგე გერილები შეიძლება ჩვეულებრივი ტანსაცმლით ყოფილიყვნენ. ხალხში გარეულიყვნენ, სწრაფად დაესხათ თავს და მაშინვე გაქცეულიყვნენ. ამიტომ ამერიკამ დაინახა, რომ მხოლოდ ბევრი იარაღი გამარჯვებისთვის საკმარისი არის. მათ ასევე სჭირდებოდათ ჩვეულებრივი ვიეტნამელების ნდობა და მხარდაჭერა. როდესაც ამბოხებულები ძლიერდებოდნენ, ამერიკა უფრო მეტად იძულებული ხდებოდა მიეღო გადაწყვეტილება. რამდენად შორს წავიდოდა სამხრეთ ვიეტნამის გადასარჩენად. როდესაც ვიეტკონგი ძლიერდებოდა, სამხრეთ ვიეტნამი უფრო მეტად სუსტდებოდა. ისინი კარგავდნენ პროვინციებზე კონტროლს. როდესაც ჯონ ფ კენედი 1961 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, ის თვლიდა, რომ კომუნისტური გაფართოების შეჩერება აუცილებელი იყო დიდი ამერიკული საბრძოლო ძალების გაგზავნის გარეშე. ამიტომ მან კიდევ უფრო გააძლიერა დახმარება სამხრეთ ვიეტნამისთვის. ამერიკელი სამხედრო მრჩევლების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. 1960 წლის ბოლოსთვის ვიეტნამში ამერიკელი სამხედრო პერსონალის საერთო რაოდენობა დაახლოებით 11,000-მდე გაიზარდა. ისინი ეხმარებოდნენ ცორთნაში, დაზვერვაში, ვერტფრენების ოპერაციებში და სამხრეთ ვიეტნამის სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში. ასევე დაარსდა სამხედრო დახმარების სარგლობა ვიეტნამში, ანუ MACV, რათა ემართათ ამერიკის მზარდი ჩართულობა. ერთ-ერთი სტრატეგია ვიეტკონგის წინააღმდეგ იყო სტრატეგიული სოფლების პროგრამა. ბევრი ოჯახი გადაიყვანეს დაცულ სოფლებში, რათა ვიეტკონგს გასჭირვებოდა საკვების, ახალი წევრებისა და მხარდაჭერის მოპოვება. მთავრობამ უსაფრთხოება და სერვისები დაფირდა. მაგრამ ბევრ ადგილას ოჯახები იძულებით გადაასახლეს და პროგრამა აჩქარებით განხორციელდა. ამის გამო ზოგიერთმა სოფლის მცხოვრებმა მთავრობისადმი ნდობა კიდევ უფრო დაკარგა, ნაცვლად იმისა, რომ დაახლოებულიყვნენ.
1973 წლის იანვარში კიდევ ერთი დიდი პრობლემა გაჩნდა. აბბაკის ბრძოლაში ვიეტკონგის მცირე ძალამ შეძლო წინააღმდეგობა. გაეცია ბევრად უფრო დიდ სამხრეთ ვიეტნამურ ძალისთვის, რომელსაც ამერიკული ვერტმფრენები, ჯავშან ტექნიკა და მრჩევლები ჰყავდა. ამან აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ვიეტნამს უკეთესი აღჭურვილობა ჰქონდა, პარტიზანების დამარცხება მაინც რთული იყო. ამასთან ერთად სამხრეთ ვიეტნამში პოლიტიკური კრიზისიც მძაფრდებოდა. 1973 წელს დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები ბუდისტების მხრიდან პრეზიდენტ ნგო დინ დიემის თავრობის წინააღმდეგ. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც ბუდისტმა ბერმა ტიხ კვანგდუკმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა საიგონში. potom ფილმ მსოფლიოში გავრცელდა და ამან კიდევ უფრო შეასუსტა ვაშინგტონის ნდობა დიემის მიმართ. 1973 წლის ნოემბერში სამხრეთ ვიეტნამის გენერლებმა დაიწყეს შეთქმულება და შეერთებულმა შტატებმა არ შეაჩერა ისინი, ვინც დიემის გადაყენებას გეგმავდა. მისი მთავრობა დაემხო და დიემი თავის ძმასთან ნგო დინ ნიუსთან ერთად მოკლეს. თუმცა დიემის დაკარგვამ მოსაოდნელი სტაბილურობა არ მოიტანა. ამის ნაცვლად სამხრეთ ვიეტნამში ლიდერების ხშირი ცვლილებები დაიწყო. სულ რამდენიმე კვირის შემდეგ პრეზიდენტი კენედი დალასში 1973 წლის ნოემბერში ასევე მოკლეს. მისი ადგილი დაიკავა ლინდონ ბ ჯონსონმა. ჯონსონს აჯოსონს არ სურდა, რომ ვიეტნამი მისი პრეზიდენტობის მთავარი თემა გამხდარიყო. რადგან უფრო მეტად ამერიკაში შიდა რეფორმებით იყო დაინტერესებული. მაგრამ მას ასევე არ სურდა, რომ სამხრეთ ვიეტნამი კომუნისტების ხელში ჩავარდილიყო მისი პრეზიდენტობის დროს. ამასთანავე სამხედრო მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. სტრატეგიული სოფლების პროგრამა სუსტდებოდა და ვიეტკონგი სოფლებში ძლიერდებოდა. ამიტომ ჯონსონმა კიდევ მეტი მრჩეველი გაგზავნა და გენერალი უილიამ ვესტმორლენდი ამერიკული სამხედრო ძალის უფრო მნიშვნელოვან როლში ჩააყენა. შეერთებული შტატები მხოლოდ მრჩევლებს არ იყენებდა, არამედ ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციებსაც ატარებდა. ოპლან 34A-ის ფარგლებში ამერიკის მხარდაჭერილი ძალები სანაპიროებზე თავდასხმებს ახორციელებდნენ. ამასთან ერთად ამერიკის საზღვაო ფლოტი ჩრდილოეთ ვიეტნამის სანაპიროსთან ახლოს პატრულირებდა ეგრეთ წოდებული დესოტოს მისიების ფარგლებში, რათა ელექტრონული დაზვერვის ინფორმაცია შეეგროვებინა. ეს ორი სხვადასხვა ოპერაცია იყო, თუმცა ზოგჯერ ისინი ერთსა და იმავე ადგილას და თითქმის ერთსა და იმავე დროს ტარდებოდა. 1964 წლის ივლისის ბოლოს ოპლან 34A-სთან დაკავშირებულმა საპატრულო ნავებმა ჩრდილოეთ ვიეტნამის სანაპიროზე რამდენიმე ობიექტს შეუტიეს. რამდენიმე დღის შემდეგ ტონკინის ყურეში შევიდა ამერიკული გამალადგურებელი გემი USS Maddox დესოტოს პატრულირების მისიისთვის. ამ ეტაპზე ამერიკის დიდი სახმელეთო არმიამ ჯერ კიდევ პირდაპირ არ იბრძოდა ვიეტნამში, თუმცა შეერთებული შტატების ჩართულობა თანდათან ღრმავდებოდა. მრჩევლებიდან დაცდებული ვერტმფრენები და დაზვერვა საიდუმლო ოპერაციამდე. და ტონკინის ყურეში ერთი შეტაკება თითქმის აძლევდა პრეზიდენტ ჯონსონს მიზეზს, რომ ამერიკა უფრო ფართო ომში ჩაეთრია. 1964 წლის 2 აგვისტოს ტონკინის ყურეში დაძაბულობა პირველ პირდაპირ შეტაკებამდე მივიდა. 3 ჩრდილოეთ ვიეტნამური ტორპედოს კატარღა მიუახლოვდა USS Maddox. ამერიკულმა გამანადგურებელმა ჯერ გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა, სანამ ბრძოლა დაიწყებოდა. ვიეტნამურმა კატარღებმა ტორპედოები გაუშვეს, მაგრამ არც ერთი მოხვედრილა Maddox. ამერიკულმა გემმა კი საპასუხოდ თავისი ქვემეხები გამოიყენა. ამავე დროს ამერიკული თვითმფრინავებიც მივიდნენ დასახმარებლად. ეს პირველი შეტაკება ნამდვილად მოხდა და ამას ჩრდილოეთ ვიეტნამიც აღიარებს. 2 დღის შემდეგ USS Maddox დაბრუნდა ტონკინის ყურეში კიდევ ერთ გამანადგურებელთან ერთად. USS Turner Joyce-თან. ეს იყო აგვისტოს 4-ის ღამე. ირგვლივ სიბნელე იდგა. ამინდი ცუდი იყო და ხილვადობა დაბალი იყო. რადგან ორივე გემი ელოდა ახალ თავდასხმას, ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ ყველაფერს, რასაც რადარი და სონარი აჩვენებდა. ცოტა ხანში გამოჩნდა გაურკვეველი რადარის კონტაქტები. სონარის ანგარიშებშიც იყო ინფორმაცია, თითქოს ტორპედო ახლოვდებოდა. ორივე ამერიკულმა გამანადგურებელმა დაიწყო მანევრირება და სროლა სავარაუდო მტრის წინააღმდეგ. ინციდენტის გაგრძელებისას სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ტორპედოების და მტრის კონტაქტების რაოდენობა. აქ უკვე ზოგიერთ ამერიკელ ოფიცერს დაეწყო ეჭვი. მართვა თუ იყო ვინმე, ვინც მათ უტევდა. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი რადარის და სონარის ჩვენება ამინდის ან ტალღების გავლენით იყო შეცვლილი. ან იქნებ თვითონ გემების მოძრაობამ და მიმართულების სწრაფმა ცვლილებამ გამოიწვია ეს. მაგრამ სანამ საბოლოოდ გაირკვეოდა რა მოხდა სინამდვილეში, ვაშინგტონში უკვე შევიდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ ვიეტნამმა კიდევ ერთხელ შეუტია ამერიკულ გემებს. შემდგომი დაზვერვის ჩანაწერების ანალიზისას გახდა ნათელი, რომ ჩრდილოეთ ვიეტნამის შეტევა 4 აგვისტოს არ ყოფილა.
სიგნალების დაზვერვის ანგარიშები, რომლებიც მაშინ გამოიყენეს იმის დასამტკიცებლად, რომ მეორე შეტევა ნამდვილად მოხდა, საკმარისი მტკიცებულება არ ყოფილა. ძველი NSA-ის ჩანაწერებმა ასევე აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული, მაშინ როცა სხვა ანგარიშები მიიჩნიეს შეტევის მტკიცებულებად, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად შეტევა არ მომხდარა. თუმცა 1964 წელს საზოგადოებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სრული ინფორმაცია მომხდარის შესახებ, ხოლო პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონისა და მისი მრჩეველებისთვის მათ უნდა ემოქმედათ. 5 აგვისტოს ჯონსონმა გასცა ბრძანება ჩრდილოეთ ვიეტნამის საზღვაო ობიექტებსა და სხვა სამხედრო სამიზნეებზე საჰაერო დარტყმების განხორციელების შესახებ. ოპერაციას უწოდეს Pierce Arrow. აქ 2 ამერიკული ფირფრინავი დაიკარგა და 1 პილოტი დაიღუპა. ვაშინგტონში კი კიდევ უფრო დიდი ცვლილებები მოხდა. 7 აგვისტოს ASHS კონგრესმა მიიღო ტონკინის ყურის რეზოლუცია. ჯონსონმა მას ხელი მოაწერა 10 აგვისტოს. ეს არ იყო ომის ოფიციალური გამოცხადება, მაგრამ ამან პრეზიდენტს მისცა უზარმაზარი ძალაუფლება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამხედრო ძალის გამოყენების უფლება, ახალი ომის გამოცხადების მოთხოვნის გარეშე, მოგვიანებით ეს გახდა მთავარი იურიდიული საფუძველი, რომელიც ჯონსონის ადმინისტრაციამ გამოიყენა ომის მასშტაბური გაფართოებისთვის. არსებობდა მნიშვნელოვანი კონტექსტი, რომელიც მაშინ სულად არ აუხსნეს კონგრესს და საზოგადოებას. USS Maddox უბრალოდ ჩვეულებრივი გემი არ იყო, რომელიც იმ ტერიტორიაზე დაცურავდა. ის იყო დესოტოს სადაზვერო პატრულის ნაწილი, რომელიც ელექტრონულ ინფორმაციას აგროვებდა ჩრდილოეთ ვიეტნამის შესახებ. ამასთან ერთად ჩრდილოეთ ვიეტნამის სანაპიროზე მიმდინარეობდა საიდუმლო რეიდები, რომელსაც შეერთებული შტატები უჭერდა მხარს. Maddox პირდაპირ არ მონაწილეობდა ამ რეიდებში, თუმცა ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალებისთვის ძნელია დადგინება, რამდენად ახლოს იყო ერთმანეთთან სხვადასხვა ამერიკული ოპერაციები. მიუხედავად ამისა, ჯონსონმა ახალი უფლებამოსილება არ გამოიყენა და უყოვნებლივ, რომ დიდი რაოდენობით სახმელეთო ძალები გაეგზავნა. ამერიკაში მაშინ საარჩევნო წელი იყო. მას სურდა ეჩვენებინა, რომ მტკიცედ უპირისპირდებოდა კომუნიზმს, მაგრამ არ სურდა, რომ დიდი ომისთვის მომზადებულად გამოჩენილიყო. 1964 წლის ნოემბერში მან დიდი უპირატესობით მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. საჯაროდ ის განაგრძობდა იმის ჩვენებას, რომ არ სურდა ამერიკული სახმელეთო ჩართულობის გადამეტებული გაფართოება, მაგრამ სანამ ვაშინგტონი პოლიტიკით იყო დაკავებული, ამასობაში ვიეტნამში ომი სულ უფრო მძაფრდებოდა. ვიეტკონგი ძლიერდებოდა. ჩრდილოეთ ვიეტნამიდან ადამიანებისა და მარაგების შემოსვლა გრძელდებოდა. ამასობაში სამხრეთ ვიეტნამის მთავრობა სუსტი და არასტაბილური რჩებოდა. დიემის გვალობის შემდეგ ლიდერები და სამხედრო მთავრობები ერთმანეთს სწრაფად ენაცვლებოდნენ. ამიტომ მაშინ როცა ამერიკა ცდილობდა საკუთარი ჩარევა შეეზღუდა, სამხრეთ ვიეტნამისთვის სულ უფრო რთული ხდებოდა დამოუკიდებლად გამკლავება. 1965 წლის დასაწყისში მოვლენები განვითარდა ისე, რომ ჯონსონი იძულებული გახდა უფრო დიდი გადაწყვეტილება მიეღო. 7 თებერვალს ვიეტკონგმა შეუტია ჰოლოვეის პანაკს, პლეკუს მახლობლად, რომელიც ამერიკელი მრჩევლების მიერ გამოიყენებოდა. 8 ამერიკელი დაიღუპა და მრავალი თვითმფრინავი დაზიანდა ან განადგურდა. სულ რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ ერთმა თავდასხმამ ამერიკულ ობიექტზე კინიოში კიდევ უფრო მეტი ამერიკელი მსხვერპლი გამოიწვია. ჯონსონის ადმინისტრაციისთვის უკვე უფრო რთული იყო ძველი სტრატეგიის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც ამერიკის პასუხი შეზღუდული იყო. დაიწყო უფრო რეგულარული საჰაერო იერიშები ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ. 1965 წლის 2 მარტისთვის დაიწყო ოპერაცია Rolling Thunder. ეს იყო უწყვეტი და დაგეგმილი დაბომბვის კამპანია ჩრდილოეთ ვიეტნამის შერჩეულ სამხედრო და ეკონომიკურ ობიექტებზე. მიზანი იყო ჰანოის სამხრეთში ომის მხარდაჭერის უნარის შესუსტება, სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის გამხნევება და ჩრდილოეთ ვიეტნამის იძულება შეენცირებინა ან შეეჩერებინა მხარდაჭერა ვიეტკონგისთვის. თუმცა პრობლემა სწრაფად გამოჩნდა. ბომბდამშელებით რთული იყო ადამიანებისა და მარაგების სამხრეთისკენ გადაადგილების შეჩერება. ბევრი მარშრუტი შეიძლებოდა შეკეთებულიყო, გადაეტანათ ან დაემალათ. და როცა ამერიკული დაბომბვა ძლიერდებოდა, ასევე გაიზარდა სამხედრო დახმარება, რომელსაც ჩრდილოეთ ვიეტნამი იღებდა საბჭოთა კავშირისა და ჩინეთისგან, მათ შორის უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის იარაღები. საჰაერო კამპანიას კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდა. შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა საკუთარი საჰაერო ბაზების დაცვა სამხრეთ ვიეტნამში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დანანგი. ამიტომ 1965 წლის 8 მარტს დანანგში ჩამოვიდნენ აშტშ-ს საზღვაო ქვეითების 2 ბატალიონი. თავდაპირველად მათი მთავარი მისია იყო საჰაერო ბაზის დაცვა, მაგრამ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი იყვნენ პირველი დიდი ამერიკული სახმელეთო საბრძოლო ძალა, რომელიც სამხრეთ ვიეტნამში გაგზავნეს ომის ახალი ეტაპის დროს. მალე მათი მისია გაფართოვდა. როცა ამერიკულ ჯარებს დაცვა სჭირდებოდათ, საჭირო იყო მათი ბაზის გარშემო ტერიტორიის დაცვაც. თუ ვიეტკონგი ახლოს იყო, აუცილებელი ხდებოდა პატრულირების ჩატარება. პატრულს თავს დაესმებოდნენ 3 დევნა იყო საჭირო.
ნელ-ნელა ჯარისკაცები, რომლებიც თავდაპირველად თოოდ დასაცავად გაგზავნეს, უფრო აქტიურ საბრძოლო როლში ჩაერთვნენ. ეს სწორედ ის პრობლემაა, რომელსაც გენერალი უილიამ ვესტმორლენდი, ამერიკული ძალების სარდალი ვიეტნამში აწდებოდა. მისთვის სამხრეთ ვიეტნამის არმიას მარტო არ შეეძლო გაძლიერებული კომუნისტური ძალების შეჩერება. სამხრეთში სულ უფრო მეტი რეგულარული ჩრდილოეთ ვიეტნამური არმიის ნაწილი შედიოდა. თუ ამერიკის მიზანი იყო სამხრეთ ვიეტნამის დაცემა, შეეჩერებინა. ვესტმორლენდის თქმით, მეტი ამერიკელი საბრძოლო ჯარისკაცი იყო საჭირო. 1965 წლის ზაფხულისთვის ეს აღარ იყო მხოლოდ კითხვა, გააგზავნიდა თუ არა შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარს. კითხვა იყო რამდენს. ვაშინგტონში გამართულ დისკუსიებზე განიხილეს დამატებით 10,000 ჯარისკაცის გაგზავნა და ამერიკული ძალების საერთო რაოდენობის 100,000-ზე მეტამდე დაზრდა წლის ბოლომდე. საბოლოოდ ჯონსონმა დათანხმდა ამერიკული საბრძოლო ძალების მასშტაბურ გაზრდას. ამ ეტაპიდან ამერიკის მთავარი როლი აღარ იყო მხოლოდ მრჩევლებისა და დამხმარე პერსონალის მიწოდება. უკვე თავად შეერთებული შტატების არმია დახდებოდა სახმელეთო ომის მთავარი ნაწილი. მაგრამ რატომ მივიდა ამერიკა ასეთ მდგომარეობამდე? ყველაზე დიდი მიზეზი იყო ცივი ომი. ბევრი ამერიკელი ლიდერისთვის ვიეტნამი უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი იყო კომუნიზმის გავრცელების წინააღმდეგ. მათ ჩრდილოეთ ვიეტნამი SSR-ისა და ჩინეთის მოკავშირედ მიაჩნდათ. არსებობდა შიში, რომ თუ სამხრეთ ვიეტნამი დაეცემოდა, კომუნისტური გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ნაწილებშიც გაძლიერდებოდა. კიდევ ერთი მიზეზი იყო სანდოობა. რამდენიმე წელია, რაც შეერთებული შტატები სამხრეთ ვიეტნამსა და მის სხვა მოკავშირეებს ეუბნება, რომ კომუნისტურ ძალებს ასე უბრალოდ არ მისცემს გამარჯვების საშუალებას. ვაშინგტონის მოულოდნელი გასვლა შეიძლება შთაბეჭდილებას ქმნიდეს, რომ ამერიკის დაპირებებს ვერ ენდობი. ჯონსონიც ფიქრობდა, რა გავლენა ექნებოდა ამას მის პრეზიდენტობაზე და შეერთებული შტატების პოლიტიკურ პოზიციაზე მთელ მსოფლიოში. ზოგიერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს დიდი ნდობა ჰქონდა საკუთარი სამხედრო ძალის მიმართ. იმ დროს შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა იყო მსოფლიოში. მას ჰქონდა თანამედროვე თვითმფრინავები, ვერტმფრენები, არტილერია, ლოგისტიკა და უზარმაზარი სამრეწველო პოტენციალი. ბევრი დაგეგმვის სპეციალისტი თვლიდა, რომ თუ ამერიკული საცეცხლე ძალა სრულად იქნებოდა გამოყენებული, ვიეტკონგი და ჩრდილოეთ ვიეტნამი ვერ გაუძლებდნენ. ამაში დიდი გავლენა ჰქონდა თავდაცვის მდივან რობერტ მაკნამარას. ის ცნობილია სტატისტიკის გამოყენებით, ზომებსა და რიცხვით ანალიზს იყენებდა გადაწყვეტილებების მიღებისას. ვიეტნამში ასევე სადეს რიცხვების გამოყენება იმის გასაზომად ვინ იგებდა. მტრის დანაკარგების რაოდენობა, ჩამორთმეული იარაღი, შესრულებული მისია, კონტროლქვეშ არსებული ტერიტორია და სხვა მონაცემები. მაგრამ ამ მეთოდს დიდი შეზღუდვები აქვს. რთულია რიცხვებად გადაქცევა სოფლის პოლიტიკური ერთგულების, ადამიანის სურვილის ბრძოლა გააგრძელოს, ან პარტიზანული მოძრაობის უნარის, სრუნარის, რომ დაკარგული ხალხი შეავსოს. ვაშინგტონშიც კი ყველა არ იყო დარწმუნებული ამერიკის გამარჯვებაში. ერთ-ერთი ყველაზე მცირე წინააღმდეგობის გამომხატველი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯორჯ ბიალი. მან გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები შეიძლება ჩაება ომში, რომლის დასრულებაც რთული იქნება და რომელიც უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ვიეტნამში იყვნენ სხვა ამერიკელი ოფიციალური პირებიც, რომლებიც ხედავდნენ, რომ ვიეტკონგი უბრალოდ უცხოელი არმია არ იყო. მას ჰქონდა ადგილობრივი ქსელები, პოლიტიკური ორგანიზაცია და მხარდაჭერა სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილისგან. ამიტომ საკმარისი არ არის მხოლოდ მეტი თვითმფრინავი, ბომბა და ჯარისკაცი. არსებობს კიდევ უფრო დიდი საფრთხე. ომის გაფართოებისას შეერთებულმა შტატებმა უნდა აიცილოს პირდაპირი დიდი ომი ჩინეთთან ან საბჭოთა კავშირთან. ამერიკა და საბჭოთა კავშირი ორივე ბირთვული ძალებია. ჩინეთს დიდი სამხედრო ძალა ჰყავს და უკვე ებრძოლა შეერთებულ შტატებს კორეის ომის დროს. ამიტომ ვაშინგტონმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა ჩრდილოეთ ვიეტნამზე, ისე რომ არ მივიდეს იმ წერტილამდე, რაც შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი დაპირისპირება სახელმწიფოებს შორის. ეს არის მიზეზი, რატომაც განსხვავებულია ვიეტნამის ომი. შეერთებული შტატები ძალიან ძლიერია, მაგრამ მას არ შეუძლია შეუზღუდავად გამოიყენოს თავისი სრული სამხედრო ძალა. არ სურს, რომ ჩინეთი პირდაპირ დაესხას თავს. არ სურს ბირთვული დაპირისპირების დაწყება საბჭოთა კავშირთან. და არც სურს, რომ გამოჩნდეს თითქოს მან დაიწყო ახალი მსოფლიო ომი. ამიტომ ომი თანდათან გაიზარდა, თავიდან იყო ფინანსური და სამხედრო დახმარება, შემდეგ მოვიდნენ მრჩევლები, შემდეგ კი ვერტმფრენები, დაზვერვა და ფარული ოპერაციები. შემდეგ იყო დაბომბვა, შემდეგ კი ჯარები, რომლებიც ბაზების დასაცავად გაგზავნეს. და აქედან მათი მისია სულ მასშტაბიან საბრძოლო ოპერაციებად გადაიქცა. არც ერთი დღე არ ყოფილა, როცა ვაშინგტონმა უბრალოდ განაცხადა, რომ ვიეტნამის დიდი ომი უნდა დაწყებულიყო. ამის ნაცვლად ეს იყო გადაწყვეტილებების მთელი სერია, რომლებიც თავის დროზე მხოლოდ შეზღუდულად გამოჩნდა. მაგრამ ყოველი ახალი ნაბიჯი ახალ პრობლემას იწევდა, რომელიც შემდეგ ნაბიჯს საჭიროებდა.
1965 წლისთვის სიტუაცია სრულიად განსხვავებული იყო, ვიდრე მაშინ, როცა ამერიკამ პირველად გაგზავნა მრჩევლები. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე ჰქონდა ბაბომბვის კამპანია ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ და სწრაფად იზრდებოდა საბრძოლო ჯარების რაოდენობა სამხრეთში. ომი, რომელიც ოდესღაც ეგონათ, რომ ფულით, ცურცნითა და სამხედრო ზეწოლით შეიძლებოდა კონტროლი, გახდა ამერიკის პირდაპირი ომი. და აქ ჩანს, რატომ იყო ვიეტნამის ომის პირველი წლები ასე მნიშვნელოვანი. ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ ერთ დღეს არ გამოფხიზლებულა და არ გადაუწყვეტია უზარმაზარი ჯარის გაგზავნა. ის ნელ-ნელა ჩაერთო ომში კომუნისტური გაფართოების შიშის, სამხრეთ ვიეტნამის დაცვის დაპირების, ამერიკის რეპუტაციაზე ზრუნვისა და ვაშინგტონში პოლიტიკური ზეწოლის გამო. და რწმენა, რომ ამერიკის სამხედრო უპირატესობა შეძლებდა პრობლემის დასრულებას. თუმცა იყო ერთი რამ, რაც ბევრმა ამერიკელმა სტრატეგმა დასაწყისში სრულად ვერ გაიგო. არა მხოლოდ იარაღის ძალა გადაწყვეტდა ამ ომს. მათი მოწინააღმდეგე მზად იყო დიდხანს ებრძოლა, გაეძლო უზარმაზარი დანაკარგებისთვის. მას მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ ვიეტნამი და კომუნისტი მოკავშირეები. და ისინი იბრძოდნენ საკუთარ მიწაზე. 1965 წელს მიღებული გადაწყვეტილება პრობლემას არ წყვეტდა. სწორედ ამან გახსნა ამერიკის ჩართულობის ყველაზე დიდი და სისხლიანი ეტაპი ვიეტნამის ომში. ომი, რომელიც კიდევ მრავალი წელი გაგრძელდებოდა და შეცვლიდა ვიეტნამს, შეერთებულ შტატებს და ამერიკის დამოკიდებულებას საკუთარი ძალის მიმართ.